განა არ მოგეწონება, თუ მასთან მივიდოდი და ჰენრი კისინჯერს სახეში მუშტი დავარტყამდი? შენ ჰენრი კისინჯერი გძულს, მე კი ის ჩანდაბაში მძულს. არა, ცივი ომის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურიდან ძალიან ცოტა იყო ისეთი გადამწყვეტი, როგორც ამერიკელი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი. ჰენრი კისინჯერი შეერთებული შტატების უაღრესად გავლენიანი სამთავრობო თანამდებობის პირი იყო. ის შშ-ის სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტების ნიქსონისა და ფორდის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მან დანერგა პოლიტიკა, რომელმაც ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირებას. მან ასევე გახსნა სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ხელი შეუწყო იომ-კიპურის ომის დასრულებას ახლო აღმოსავლეთში. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარიზის სამშვიდობო შეთანხმებების მოლაპარაკება, რომლითაც დასრულდა ამერიკის მონაწილეობა ვიეტნამის ომში. და სწორედ ამისთვის მას 1973 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. რაც ძალიან საკამათო იყო. ახლა გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი კისინჯერს ოსტატ სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევდა. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერებაში. თუმცა სხვებს მასზე გაცილებით ნაკლებად მამებელი წარმოდგენა აქვთ. სინამდვილეში არსებობს თეორიები, რომ კისინჯერი ირიბად იყო პასუხისმგებელი 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილზე თავისი კარიერის განმავლობაში. ასე რომ კითხვა ასეთია, როგორ ამოვიცნობთ ჰენრი კისინჯერი? იყო თუ არა ის მთლიანად ცუდი? ჰქონდა თუ არა მას რაიმე დადებითი გავლენა? ასევე რა იყო მისი პოლიტიკის რეალური ეკონომიკური და ადამიანური დანაკარგები? და სწორედ ეს გვინდა განვიხილოთ დღევანდელ ვიდეოში. კისინჯერის გასაგებად მისი ბავშვობა უნდა გესმოდეთ. ჰენრი კისინჯერის ლიდერობის სტილს რეალპოლიტიკა ეწოდება, რაც ნიშნავდა, რომ ის თავის პოლიტიკას პრაქტიკულ მიზნებზე, რეალიზმზე და ღრმობით ამახვილებდა და არა იდეალიზმზე. ბევრი ამტკიცებს, რომ მისი ტრამული ბავშვობა ხსნიდა კისინჯერის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ეს აისახა იმაზე, თუ როგორ უყურებდა ის შშ-ს საგარეო პოლიტიკას ცხოვრების შემდგომ პერიოდში. და თუ მის ბავშვობაზე დაფიქრდებით, ეს სინამდვილეში საკმაოდ გასაგებია. ხედავთ, კისინჯერი გერმანიაში დაიბადა და ნაციზმის აღზევების მონსტრე იყო. როგორც ებრაელს, მას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, ის უსამართლობისა და ბევნის მონსტრე გახდა. და ეს მას ადრეული ასაკიდანვე წაართმევდა ყოველგვარ იდეალიზმს. და გასაგებია, რომ ის სამყაროს თავისი არსით უსამართლოდ არ იქონდა. სწორედ ამიტომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეთიკური მოსაზრებებისთვის ადგილი არ რჩებოდა. ხედავთ, უსაფრთხოება და დაცულობა კისინჯერისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მისმა ოჯახმა მომდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე მოახერხა გაქცევა და შეერთებულ შტატებში ახალი ცხოვრების დაწყება. მოგვიანებით კისინჯერი შშ-ის არმიაში გაიწვიეს და ევროპაში დააბრუნეს. მის მიერ ნანახმა საშინელებებმა, მათ შორის ნაცისტურმა საკონცენტრაციო ბანაკებმა, კიდევ უფრო განამტკიცა მისი რეალისტური მსოფლმხედველობა. ომის შემდეგ ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ხოლო განათლებამ მას შშ-ის ადმინისტრაციაში მოხვედრა გაუხსნა. პოლიტოლოგის რანგში ის სხვადასხვა შშ-ის სააგენტოს კონსულტანტად იმუშავებდა. მისი მზარდი რეპუტაცია შენიშნა მომავალმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა. კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწედ დაინიშნა. შემდეგ კი ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ხდება. საბოლოოდ კი ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ხდება. ამ ეტაპზე კისინჯერი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც შშ-ის პოლიტიკას წარმართავდა და ის დაუნდობელ კამპანიას წამოიწყებდა შშ-ის გავლენის საზღვარგარეთ გასავრცელებლად, რაფასადაც არ უნდა დაჯდებოდა ეს. ეს კიდევ უფრო აშკარა იყო ვიეტნამის ომის დროს. შეგახსენებთ, რომ ვიეტნამის ომი იყო სასტიკი, ხანგრძლივი კონფლიქტი ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობასა და სამხრეთ ვიეტნამს შორის და მის მთავარ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს შორის. ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომმა. ახლა უკვე ვიეტნამის ომის შესახებ ვიცით. კარგი, ახლა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა როლი ჰქონდა კისინჯერს ამ ყველაფერში. ხედავთ, სანამ კისინჯერი ნიქსონის ადმინისტრაციაში შევიდოდა, ის სინამდვილეში მასთან ერთად თანამშრომლობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით კონფიდენციალური ინფორმაციის განმჟღავნებით, რამაც საბოლოოდ ომის გახანგრძლივებად გამოიწვია. მის გამო ვიეტნამის ომი კიდევ 7 წელი გაგრძელდა და დღევანდელი შეფასებით შშ-ს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. მოგვიანებით, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდა, მან მასიურად გააფართოვა შშ-ის სამხედრო ოპერაციები მეზობელ ქვეყანაში, კამბოჯაში, რომელიც, სხვათა შორის, შშ-ს არც კი ებრძოდა. კამბოჯის ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ვიეტკონგი შშ-ს მოწინააღმდეგე კომუნისტი ჯარისკაცები მათ საზღვრებში გარბოდნენ, რათა თავი აერიდებინათ ამერიკულ ჯარებთან შეტაკებისგან. კისინჯერმა კამბოჯას სამხედრო სამიზნედ გამოაცხადა კონგრესის ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ამას მოჰყვა კამბოჯაზე მასშტაბური დაბომბვის კამპანია. ამან სავარაუდოდ 100,000 ადამიანი იმსხვერპლა, თუ მეტი არა. ეკონომიკური დანაკარგები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყნის 1968 წლის 1,7 მილიარდი დოლარიდან 1972 წელს ნახევარზე ნაკლებამდე შემცირდა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ამ ხოცვა ჟლეტამ ხელი შეუწყო პოლ პოტის აღზევებას. ეს იყო სასტიკი დიქტატორი კამბოჯაში, რომელმაც მოგვიანებით თავისი ქვეყნის მოსახლეობის 1/5 მოკლა და მისი სრული დეინდუსტრიალიზაცია მოახდინა. ჰენრი კისინჯერის გადაწყვეტილება კამბოჯის დრონებით დაბომბვის შესახებ, ფაქტობრივად, პრეცედენტად იქცა შშ-თვის, რათა მსგავსი დარტყმები ნეიტრალურ ქვეყნებშიც განხორციელებულიყო.
ამგვარად ომის შემდეგ შეშემ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა დიქტატორ პოლ-პოტს კამბოჯაში, იმით რომ უზრუნველყო, რომ მსოფლიო თვალს ახუჭავდა მის მასობრივ მკვლელობებზე. როდესაც წლების შემდეგ ვიეტნამელები საბოლოოდ შეიჩნენ და შეაჩერეს გენოციდი, შეშემ ფაქტობრივად დააწესა სანქციები მათ წინააღმდეგ და დაბლოკა სავალუტო ფონდის სასხები ქვეყნისთვის. დასასტიკ დიქტატორებზე საუბრისას, კისინჯერმა ასევე მხარი დაუჭირა ოპერაცია კონდორს სამხრეთ ამერიკაში. ეს გულისხმობდა მრავალი მემარცხენე სამხრეთ ამერიკელი ლიდერის მკვლელობას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი გადატრიალებების გზით, რათა დამყარებულიყო სამხედრო ხუნტები. შედეგად 10,000-ობით ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დააპატიმრეს, აწამეს ანუარის შემთხვევაში, რეგიონში. და ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო აშშ-ის გავლენისგან მტკიცებას რეგიონში. ამგვარი ფილოსოფია, აშშ-ის ინტერესების ხელშეწყობის ეს პოლიტიკა, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს ეს, მსოფლიოს სხვა ნაწილებში შეინიშნებოდა. პაკისტანში აშშ-მ მხარი დაუჭირა სამხედროებს, როდესაც ისინი ბენგალელების მასობრივ ხოცვა შლეტაში ჩაერთნენ. არსებობს მტკიცებულება, რომ კისინჯერმა სინამდვილეში თქვა, რომ კმაყოფილი იყო ჩადენილი სისასტიკით. ჰენრი კისინჯერს არც მისი მოწინააღმდეგე კრიტიკოსები გამოუვიდათ. იყო კარიერული დიპლომატის სახელად არჩერკენტბლადი, რომელიც აკრიტიკებდა კისინჯერს და აშშ-ის პოზიციას აღმოსავლეთ პაკისტანში ჩადენილ გენოციდთან დაკავშირებით იმ დროს. მან საჯაროდ დაგმოეს და შემდეგ მაშინვე გაახსენდა მისი პოსტიდან. ახლა კი გადავხედოთ ინდონეზიას, სადაც ქვეყნის დიქტატორის უხარტოს აღმოსავლეთ ტიმორში შეჭრა ჰქონდა და გეგმილი. ამ დროს კი კისინჯერმა რეალურად უზრუნველყო, რომ აშშ-ში არ ჩარეულიყო და მწვანე შუქია უნთო. ამის შედეგად ტიმორელი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაიღუპა. კარგი, აქამდე ვისაუბრეთ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ საშინელ ქმედებებზე, რომლებსაც კისინჯერმა მხარი დაუჭირა და მიიღო თავისი პოლიტიკით და დიპლომატიური ურთიერთობებით. მაგრამ გააკეთა კი მან რაიმე სიკეთე? იყო ერთი რეგიონის, სადაც გასაკვირია, რომ კისინჯერის პოლიტიკამ არ გამოიწვია ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევები და სისხლისღვრა. და ეს ახლო აღმოსავლეთში მოხდა. მისი მოღვაწეობის დროს იომ კიპურის ომი დაიწყო. ამ პერიოდში მან დიპლომატიური ბრწყინვალება გამოავლინა. მან ყველა მხარეს დაუპირისპირდა აშშ-ის უპირატესობის უზრუნველსაყოფად. ის განზრახად შეანურებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, რათა ისრაელს მიეცა შანსი დაეკავებინა ეგვიპტის მეტი ტერიტორია. თუმცა ამავდროულად ის გადადებდა ისრაელში შეიარაღების მიწოდებას, რათა ზეწოლა მოეხდინა მათზე, რათა მიეღოთ აშშ-ის ომის შემდგომი სამშვიდობო გეგმა. შემდეგ ის ეგვიპტეს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნებას დაჰვირდებოდა მხარდაჭერის სანაცვლოდ. შემდეგ ის ამ ბერკეტს ეგვიპტესთან იარაღის დაპირებასთან ერთად გამოიყენებდა, რათა საუდის არაბეთის მეფე დაერწმუნებინა, რომ დასავლეთისა და ისრაელის მიმართ ნავთობის ემბარგო შეეწყვიტა. კარგი, ეს მოვლენების მოკლე და სავარაუდოდ არაზუსტი შეჯამება იყო. მაგრამ მინდოდა გამომერჩია ის ნაწილები, რომლებიც კისინჯერის ბრწყინვალებას ავლენდა. როგორ თამაშობდა ის ყველა მხარეს, დიპლომატიურ უპირატესობას იყენებდა წინსვლის უფრო გლუვი გზის მოსაძებნად. ახლა კი კისინჯერმა სიკეთის უდიდესი აქტი ჩაიდინა, რა თქმა უნდა არა. თუმცა ეს მაგალითია იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მან აირჩიაღწა, სადაც ნაკლები ინგრევა და მსხვერპლი იქნებოდა. თუმცა ამ ტიპის მაგალითები ძალიან იშვიათია. ჰენრი კისინჯერი მართლაც ბრწყინვალე ადამიანი იყო. ის გენიოსი იყო, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკაზე შემოქმედებით აზროვნებას ეხებოდა. ის ფიქრობდა შეთანხმებების სტრუქტურირებისა და ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ისე, როგორც იმ დროს ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო, თუმცა მას არ ჰქონდა მორალური კომპასი. მისი მტკიცე გადაწყვეტილება ნებისმიერ ფასად უზრუნველყო აშშ-ის გავლენა და უსაფრთხოება და მანგრევად შთამბეჭდავი იყო. ის რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და მისი ნამდვილი მემკვიდრეობა უფრო გამაფრთხილებელი ისტორია უნდა იყოს, ვიდრე ისეთი რამ, რისკენაც უნდა ისწრაფოდეთ.